და კიდევ ერთი ამბავი, რომელიც დღეს ცოტა ხნის წინ მოხდა ქუთაისში, სკანდალურად ჩაიშალა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩი ადგილობრივ ტორპედოსა და თბილისის დინამოს შორის. შეხვედრის 59 წუთზე, როცა სტუმრები 2-0 იგებდნენ, მოედანზე ქუთაისელი ფანები შეცვლიდნენ, ისინი ჯერ თბილისელ ფეხბურთელებს გაუსწორდნენ, შემდეგ კი დინამოს კომაგებს ქვები დაუშინეს. რამდენიმე წუთით სტადიონი ბრძოლის ველს გავდა. ამ გუნდების ფან-კლუბები წლებია დაპირისპირებულები არიან და მსგავსი ვანდალური თავდასხმები პირველი არ არის. ცნობილია, რომ თბილისელმა კომაგებმა ქუთაისელები პირველი წრის მატჩის დროს სცემეს. დინამოს ფეხბურთელთა ცნობით მსუბუქად დაშავდა თბილისელთა ესპანელი ლეგიონერი ჩისკო და სტუმართა გუნდის რამდენიმე კომაგი. დინამოს ავტობუსმა ქუთაისი მხოლოდ პოლიციის დახმარებით დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია ინციდენტში მონაწილე 10-მდე პირი. ქუთაისის სტადიონს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია ელის, ტორპედოს კი ტექნიკური დამარცხება ჩაეთვლება. ჯერჯერობით უცნობია იყო თუ არა სტადიონზე პოლიციის საკმარისი ძალები და რატომ ვერ მოხერხდა მოედანზე ტორპედოს ფან-კლუბის ჯუნგლების წევრების მასობრივი შეჭრის თავიდან აცილება. მოთხოვეთ პასუხი ამ გიჟ ბალერშიკებს, რომ ასე არ შეიძლება ჩვენ თამაშოთ. ჩვენ ხომ და ვითამაშოთ მომავალში. ჩემი ბიჭები ვერ გავლენ სათამაშოდ. ო, ეგ გასაგები მაშინ არაუშავს ამისთვის, მაგრამ ეგეთი მომენტები ყოველთვის ხდება და შეიგი ხო საფრთხების ბრალი, ჩვენი ბრალი ხო არა. გასაგებია, ვინ გებრალება კაცო, მე შეიძლება. არა, პრობლემა, აი მაშინ ვიდეო დადიოდი. ბედნიერი გზით იარეთ ყოველთვის, როგორც დადიოდით, ვინ გეუნება და ეს შეუძლებელია. ჩვენ ასე ვერ ვითამაშებთ მომავალში. აქ ნეიტრალური მოედანი იქნება, სადაც იქნება თამაში. ეს არის ჩვენი პასუხი. არ შეიძლება ასეთ ვითარებაში ფეხბურთის თამაში. ქართულ ფეხბურთს თუ ატარებ, დაცვა უნდა ქართულ ფეხბურთს. ამაზე მეტი სანქცია რა უნდა ქართულ ფეხბურთს მეტი. აი ესეთი ორი ასეთი სახელოვანი კლუბი თამაშობს და ეს იშლება. ამაზე მეტი სანქცია რა უნდა იქონდეს ქართულ ფეხბურთს. აჰა, სანქცია აგერაა სახეზე. მე არ მგონია რომ ესეთი ბალეშიკები იყვნენ, არ იყვნენ, ალბათ 2-3 ადამიანი იქნებოდა ამის მოთავე, რომელიც გასარკვევი არის, ვისაც სავარაუდოდ არ უნდა რომ ქუთაისში იყოს ფეხბურთი და ვერ მიაღწევენ ამას. ქონდა საუბარი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და მე ვფიქრობ აუცილებელია რომ მოხდეს ამ ფაქტების შეფასება, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ის რომ გაგრძელდეს მომავალში და ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი.